მოგესალმებით პატრიცემულო მასმედიის წარმომადგენლებო და დიდ მადლობას მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი აქტიურია მასმედია ამ თემის მიმართ და ეს გასაკვირი არც არის. ჩვენ ახალი თქმა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ბევრის არაფრის შეგვიძლია. მე მესმის თქვენი დაინტერესება თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს გარკვეული ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვიცავთ მთავარი პროკურატურის წინაშე, არსებობს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციები, რომლის გახმოვანების უფლება არ აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბატონ ვლადიმერ ბედუკაძეს. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, სწორად გაიგებთ ამ ფაქტს და მე იმის პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ ნამდვილად, როდესაც უკვე საჭიროდ ჩათვლის გამოძიება გაახმოვანოს ესა თუ ის დეტალი, ესა თუ ის ფაქტი, ანდამთლიანად დასრულებული გამოძიების შედეგები, თავად მთავარი პროკურატურა ამას დიდი წარმატებით და ყველა წესის დაცვით განახორციელებს. ახლა თქვენ მე ვიცი, ყველანი იყავით მოვლენების სახლის კურსში, თუ როგორ დაბრუნდა ბატონი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში და მას შემდეგ რა მოხდა. მოხდა მხოლოდ ის, რომ მან მისცა ერთი ძალიან ხანგრძლივი და აუმწურავი ჩვენება მთავარ პროკურატურას. ამ ჩვენების შემდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც 2000 ლარი გირაოს სანაცვლოდ ბატონ ვლადიმერს შეესწავლა აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გირაოთი. აი ეს არის სულ რაც დღეს მდგომარეობით არის ფაქტობრივი გარემოებები ამ საქმესთან დაკავშირებით და მზად ვარ უპასუხოთ მეც და ბატონ ვლადიმერიც ყველა იმ კითხვას, რომელიც დარწმუნებული ვარ დაისმება მხოლოდ იმ გადასახედიდან, რომ ჩვენი ინტერესია ყველას ერთად გაერკვეს მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. დიდი მადლობა. დიახ, ბატონო, როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის განმავლობაში ეკითხებოდით თქვენ, როდესაც ჩამობრძანეთ საქართველოში. მესმის რომ კონკრეტიკისგან თავს იკავებთ და არ გსურთ ამაზე საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რისი თქმაც შეგიძლიათ ამ ეტაპზე, ძირითადად რა მიმართულებით ჰქონდა გამოძიებას თქვენს მიმართ კითხვები, იყვნენ თუ არა დასახელებულები სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ გახმაურებულ ციხის სკანდალში ამ დრომდე არ ფიგურირებდნენ, თუ მიაწოდეთ გამოძიებას სხვა სახელი და გვარები, რომლებიც შეიძლება საზოგადოების საინტერესო აღმოჩნდეს. ამის შესახებ განმარტა კალბატონმა ელზამ. კი ბატონო, ამის შესახებ განმარტა კალბატონმა ელზამ, მე არ მაქვს უფლება სამწუხაროდ ვისაუბრო დეტალებზე, რაც ჩვენება მივეცი გამოძიებას. კონკრეტულ გვარსახელებზე და ბოდის მოგიხდით კონკრეტიზიკისგან, მაგრამ გამოძიება მიმაჩნია რომ მიდის დგას ორ კვალზე და საბოლოოდ გაეცემა პასუხი ყველა კითხვას და გამოიკვეთება ყველა ის დამნაშავე, ვისაც სული მიუძღვის რეალურად საერთოდ სისტემაში ასეთი სისტემური, რაც თვითონ პრეზიდენტმა აღიარა სისტემური კრიზისის გამოწვევაში. პროკურატურა ფლობს ყველა დონის, ანუ ვიდეო მასალას, დოკუმენტურ მასალას, სრულყოფილ მასალას, ინფორმაციას, რაც შეეხება გამოძიებას. პროკურატურა ფლობს ყველა სახის მასალას. ვიდეო მასალა არსებობს ყველა სახის, რაც სჭირდება გამოძიებას, რაც დაეხმარება გამოძიებას სრულყოფილად გახსნას საქმე. რამდენი შესაძლებელი არის, რომ თქვენი ჩვენების საფუძველზე დადგეს სხვა თანამდებობის, ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი? ეს უკვე გამოძიების სწორ მიმართულებაზეა დამოკიდებული, მიდის გამოძიება სწორ გზაზე, ამიტომ გამოძიების ისევ გამოძიების ირგვლივ ტრიალებთ ამ კითხვაზეც. ბატონ ვლადიმერ, თქვენ პროკურატურამ ჯერძებნა მოხსნა თქვენს წინააღმდეგ, შემდეგ საკმაოდ შეიძლება ითქვას საქართველოს პირობებში საკმაოდ მიზერული თანხა 2000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაგათავისუფლად. ანუ რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, არ ხდება ეს ხშირად. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, წინასწარი კომუნიკაცია როგორი იყო თქვენსა და პროკურატურას შორის და რა სახის გარიგებაზე არის საუბარი? არანაირი შეთანხმება ჩემსა და პროკურატურას შორის არ ყოფილა. მე ვითხოვდი მთავარი პროკურატურისგან, ბატონ არჩილ გილიასვილისგან მოეხსნა ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნა. რაც დააკმაყოფილა და ისიც მადლობელი ვარ ბატონ არჩილის.
მოიხსნა ძებნა, ანუ მომეცა საშუალება თავი ამეცილებინა ორთვიან წინასწარ საექსტრადიციო პატიმრობას და დაბრუნებული ყავი საქართველოში. მე ვიცოდი რომ დამაკავებდნენ საქართველოში, მე ვიცოდი რომ მოხდებოდა ჩემი დაკითხვა, ვიყავებისთვის ზად სრულად მეთანამშრომლა გამოძიებასთან. შემიძლია დავამატო ერთი რამ. გაიჟღერა მიზერულმა თანხამ გირაოსთან დაკავშირებით. ჩვენ აქამდე მიჩეული ვიყავით და ეს იყო პრაქტიკა, რომ უნდა ყოფილიყო გირაოს თანხა ძალიან მაღალი და სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება. ადამიანი იყო ხოლმე დაჭერილი, ბრალდებული, აბსურდულ დანაშაულში, მას ემუქრებოდა შეკრებითობის პრინციპიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე მსჯავრი, რაც იყო ფსიქოლოგიური ზეგავლენის ძალიან დიდი ფაქტორი და ადამიანი დგებოდა იმ მდგომარეობაში, რომ ის მზად იყო სახკარი გაეყიდა და როგორმე ციხის კედლებისთვის თავი დაეღწია. დღეს ეს სიტუაცია არ არის, ჩვენ არა მხოლოდ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით, არამედ სხვა უფრო ესეთი მაღალ ჩინოსნებთან დაკავშირებით, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ძალიან სოლიდურია, ვხვდებით ფაქტებს, რომ გირაოს თანხები აღარ არის 6 ნიშნა, რაც 50000 ლარი მოითხოვეს მელიას წინააღმდეგ. ძალიან ლოგიკური არის, რომ ეს ასე ხდება და რაც შეეხება თავად ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით, ესე იგი ასევე პრაქტიკა იყო, რომ აუცილებელი პირობა იყო ადვოკატი გახლავართ და ასეთი პრაქტიკა ხონია, აუცილებელი პირობა იყო, რომ ბრალდებულს ეღიარებინა დანაშაული, თუ კი დანაშაულს არ აღიარებდა და უფრო მეცაც ვიტყვი, იყენებდა დუმილის უფლებას, რაც კანონით არანაირად არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც თქვათ, ან თანხმობა, ან უარი. ამასაც კი დუმილის უფლებასაც კი იყენებდნენ საიმისოდ, რომ შენ ეწინააღმდეგები გამოძიებას და ეს იყო სადამსჯელო ფაქტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ მის მიმართ არ განხორციელებულიყო რაიმე სახის შეღავათი ან გირაოში ადამიანის გათავისუფლება ან ასე შემდეგ. ანუ ბრალის აღიარება იყო მთავარი. ჩვენ შემთხვევაში პროკურატურის ასეთი დამოკიდებულება, ასე თუ გნებავთ და არქვით ლოიალური დამოკიდებულება, როდესაც მიზერული გირაო შემოვიდა პროკურატურა, აიხსნება მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხრიდან კომუნიკაციის საშუალებებზე იყო ლაპარაკი, ჩვენ ადვოკატები ვურთიერთობდით პროკურატურასთან, ჩვენ მქონდა მათთან მოლაპარაკება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო აუცილებლობა, რომ დროზე დაბრუნებულიყო ეს ადამიანი, რასაც ხელს უშლიდა წითელი ცირკულარი ძებნა. ეს მოიხსნა, ეს ნაბიჯი გადაიდგა. ამის შემდეგ ამ ადამიანმა არ დააყოვნა და დაუყოვნებლივ ჩამოვიდა თუ არა მის საჩვენებ, ანუ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი რომ გადაიდგა, აქედან გამომდინარე გამოძიებამაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და არ შემოვიდა ისეთი არარეალური თანხით, რომლის გადახდაც ვლადიმერ ბედუკაძეს არ შეეძლებოდა. 2000 ლარიც კი ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახისთვის ნამდვილად არ არის ის თანხა, რომელიც დევს ახლა სადღაც უცბად გადავწყვეტებით და გადავიხდით. ეს 2000 ლარიც არის მოსაძიებელი და ამას იმად გასაგონად ვლაპარაკობ, ვისაც წარმოდგენა ჰქონდა, რომ თურმე ვლადიმერ ბედუკაძე ვიღაცის დაკვეთებს ასრულებდა და სოლიდურ თანხების ფასად მხოლოდ ეს მიზანი ამოძრავებდა. ეს არის სიცრუე. აქედან გამომდინარე მივდივართ იქამდეც, რომ ვლადიმერ ბედუკაძე ბრალს კი არ აღიარებს და პროკურატურა ამიტომ არის ლოიალური. ვლადიმერ ბედუკაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის მას ფასდაუდებელი ინფორმაციას და ეხმარება საქმის გახსნაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს თქვათ დამოკიდებულება და გირაოს თანხაც სწორედ იქიდან გამომდინარეა, რომ მათ მშვენივრად იციან, უკვე დარწმუნდნენ, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს არ ამოძრავებდა არავითარი ფინანსური და არც პარტიული და პოლიტიკური ინტერესები. ნამდვილად. ძალიან კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა. ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს, რომელიც გააბათილებს კი არა, გააცამტვერებს ბრალს, რომელიც ვლადიმერ ბედუკაძეს წაუყენა. ვის საყენებულ ბრალს გულისხმობთ? ზოდელავა საკმაოდ გაქცევიდან გაქცეულია და ადეიშვილი საყენებულ ბრალს წინახელს გულისხმობს. არა, გურალა ქიშობა, მე ახალი დღეს თუ შეგიძლია ერთი წუთი, თუ შეიძლება, მოდი აი ხა დავიწყებ თავიდან და გავყვეთ ლოგიკა. ბრალი თვითონ ეს არის ბრალდებული გაქცეულია. ბრალი წაუყენა ზოდელავას უწყებამ. წარმოიდგინეთ. და თავად ზოდელავა დღეს ამ დანაშაულში ბრალდებული. წარმოიდგინეთ ახლა როგორ ჟღერს ეს ბრალი. ამ ბრალის მიზანი იყო განეიტრალებულიყო ვლადიმერ ბედუკაძე.
ჩაყენებულიყო ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული გამختარიყო ეღიარებინა, რომ მას ეს კადრების გადაღება დაუკვეთა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამაში აიღო თანხა და დამთავრდა. ანუ ეს ნიშნავდა, რომ სასჯელის ახსნების დაწესებულებაში კი არ მიმდინარეობდა წამება, სისტემური დანაშაულთან კი არ ჰქონდა საქმე. ამას შეკვეთით აწამებდნენ, შეკვეთით იღებდნენ, რომ ეს შემდეგ გამოეყენებინა გარკვეულ პოლიტიკურ. ამის ისეთი ფაქტია, რომ ეს არის დაგვეთი და ამას იყენებს მხოლოდ ხელისუფლების დაინიციატივით ამიტომ რაც უკვე ნახეთ. დაკვეთა ნამდვილად არ ყოფილა არანაირი პოლიტიკური ძალის დაკვეთა არ ყოფილა. ეს გამოძიება მას დაადასტურა. საიდანაც მიყავდა თავიდან გამოძიებას, საიდანაც მიდიოდა გამოძიება, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის მიერ იყო დაკვეთა და დამიკვეთეს ამ კადრების გადაღება. შემდეგ მოხდა იყო ამ პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია, დისკრიმინაცია და შემდეგ სხვა და სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება. მაგრამ მე ისთვის ვიღებდი ეს ბევრჯერ განმარტე, ვისი დავალებით ვიღებდი ბევრჯერ განმარტე და სწორედ აი მიმართულებით მიდის დღეს გამოძიება. და რატო ვიღებ? ეს ხდებოდა საპრობილის დირექტორის დავალებით გადაღება. სად მიდიოდა ეს კადრები, უკვე იქნება შემდეგი ეტაპი, როცა დააკავებენ საპრობილის დირექტორს, დაკითხავენ ბატონ მუხაძეს, აი შემდეგ ბატონ მუხაძეს შეეკითხებიან, სად მიქონდა ეს კადრები გადაღებული, ვის აჩვენებდა, სადაც ზემოთ რგოლით უკვე ბატონო გამოძიების როდესაც თქვენ საუბრობთ თქვენს უდანაშაულებაზე, ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა ერთ-ერთ კაცთან დაკავშირებით, სადაც ისმის თქვენი ხმა და სადაც არის სიტყვიერი შეურაცხყოფა პატიმრისადმი. ამასა ესეც დავალებით. ახლა ეს არალოგიკური გამოდის. მე გავიტანე კადრებს, სადაც მომახდინე ჩემი თავის დისკრედიტაცია და მე თვითონ გავხდი ბრალდებული. ესე იგი მე თვითონ გამოჩნდი გესასწრაფო. ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას იმ კადრებში უარყოთ თქვენ რომ გქონდა თქვენი ხუცი პატიმრების. თუ ეს ხდებოდა დავალებით. ესეც დავალება იყო. ნებისმიერი ჩემი ქმედება იყო ხელმძღვანელობის მიერ დავალებული. დაკვეთი. ვითხოვდი შეკვეთას გარკვეულ დროს, გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ ვითარებაში. შეიცვალა ეს დროც, ვითარებაც და პერიოდიც. ახლა რაღაც საჭიროა თანამშრომლობა გამოძიებასთან და შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. მაშინ იყო სიტუაცია, შეიძლება განვითარებული იყო მოვლენები სულ სხვანაირად. სულ სხვადასხვაგვარად. კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. და ყოფილა კიდევ სხვა თანამშრომლების მიმართ განხორციელებული. კი ბატონო, ყოფილა ფიზიკური ზემოქმედებების საშუალება და მიღებული სხვა თანამშრომლების პრობლემით არასრულებიან დავალებებს. ფიზიკური ანგარიშვალებაც. არა, მე მაგას სხვა შეკითხვაზე გიპასუხეთ. დავიგე შეკითხვა. მე პატიმარი არ მიცემია, მე მას არ ვადასტურებ. თუმცა ამბობენ პატიმრებს თქვენ ცემეთ. ამ შეკითხვაზე ესაუბრეთ იმ პატიმრებს, ვისაც გამოსულები არიან გარეთ, თავისუფლებაზე არიან. მე არ ვიცი ნაბობს ეჩვენება, მე ვერ დავადასტურებ, მე არ შეიძლება ვიც ანუ ეჩვენები რომ ჩამორთმეულია ჩემს წინააღმდეგ, ყველა არის ჩამორთმეული წინა ხელისუფლების პერიოდში. იძულების წესით რას ქვია გამარტეთ? მე გადაგებოთ ეს მეზები თუ წინააღმდეგ იყო და იგივე რამე ფიზიკური სახით ზოლანი. ანუ აი ლოგიკურად რატომ იღებთ ამ კადრებს? რაღაცა ლოგიკა ხო ქონდა? ნუ ბევრჯერ განმარტეთ ახლა ვერ და იგივე. ალბათ გაუგებარია ჩვენ შეიძლება ჩვენ ვერ ვიგებთ ან ანუ რატო ვიღებდი, რატო ხდებოდა ამ კადრების გადაღება? მარტო მე არ ვიღებდი ამ კადრებს, ძალიან თოთ, ამაზე განმარტება მიცემულია და მარტო მე არ ვიღებდი, ხა კიდე მივიზგებთ რომ რაღაც გავახმაურ რაღაც დეტალები გამოძიების. ანუ გადაღება ხდებოდა დაწესებულებაში, ამ სხვა დაწესებულებაში ხდებოდა გადაღებები. ეს იყო სტილი კი ბატონო მუშაობის, ან ხდებოდა კომპრომეტაცია მჟავრდებულების დაშინება და შემდეგ გამოყენება მე ამ კადრების როგორც თავისუფლებაზე, ის თავისუფლების გარეთ ყოფნისას იმ მჟავრდებულის მიმართ. ანუ ორი ძირითადი გარკვეული კატეგორია პატიმრებისა და კურდულტრაციის მიმდევარი მჯარდებულის მიმართ ხდებოდა ასეთი დამოკიდებულება და განხორციელება ასეთი რა თქმა უნდა გადაღება. და სხვა პატიმრების დაშინების მიზნით. კი ბატონო, შანტაჟის მიზნით ხდებოდა. შანტაჟის, დაშინების, იძულების და გამოძიებასთან თანამშრომლობის და ბრალის აღიარების.
გუშინ მთავრმა პროკურორმა ისაუბრა ციხეებში წამების სხვა მეთოდების შესახებაც ითქვა დავშეთო პატიმრებს მარხავდნენ კისერამდე და შემდეგ ხდებოდა მათი შეურაცხყოფაზე სასურველი ჩვენების მისაღებად და შემდეგ ეს ინფორმაცია პროკურატურას თქვენ მიაწოდეთ თუ აი ამ საქმესთან დაკავშირებით აი მეთოდებთან დაკავშირებით რომელიც გუშინ გაჟღერდა თქვენ დაკითხვის დროს ისაუბრეთ ამის შესახებ თავად კითხეთ ბატონ მთავარი პროკურორს ბატონ არჩილის თვითონ გიპასუხებთ მე არ მომხდარა თუ შეიძლება მე ერთი განმარტება მინდა გავაკეთო რამდენად საინტერესო იქნება ეს თქვენთვის დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ იმიტომ რომ ძალიან დაბნეულია საზოგადოება მართლაც როდესაც არ არის ინფორმირებული ადამიანი ძნელი გასაგებია რა მოხდა რეალურად ვლადიმერ ბედუკაძე როდესაც ციხის თანამშრომელი აღმოჩნდა იმ სიტუაციაში და დადგა ფაქტის წინაშე რომ აი ეს გახდა ცხოვრების წესი კი არა მუშაობის წესი სასჯელ ახსნების დაწესებულებაში როგორც მან განმარტა რადგან ერთხელ გახმოვანდა ამას კიდევ ვიტყვი მას შემდეგ მიიღო სისტემური ხასიათი ანუ წამება მანამდე ხდებოდა ადამიანების დამცირება მაგრამ სისტემური ხასიათი მიიღო ბაჩო ახალაიას მოსვლის შემდეგ აქედან გამომდინარე ვლადიმერ ბედუკაძე დაუშვათ ადამიანი რომელიც არის ამ სისტემის ნაწილი და მას ავალია არაოფიციალურად და ხელშეკრულებით არამედ ესაა წესი შიგნით ასეთი რომ ეს უნდა გააკეთოს და არა მხოლოდ მან ვლადიმერ ბედუკაძე თუ კი გადაწყვეტდა რომ გაეპროტესტებინა ეს ფაქტი პირველივე შემთხვევაში დღეს ჩვენ ნამდვილად არ გვეცოდინებოდა ვინ არის ვლადიმერ ბედუკაძე და ის მინიმუმ მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნით იქნებოდა ესე იგი გაცილებული ამ სიტუაციას და მაქსიმუმ თქვენ წარმოიდგინეთ რა შეიძლებოდა მას დამართოდა ვლადიმერ ბედუკაძემ გადაწყვეტილება მიიღო გადაიღო კი ბატონო ავალებდნენ მაგრამ ეს ვიდეო მასალა მოეგროვებინა და უდიდესი რისკის ფასად გამოეტანა სასჯელ ახსნების დაწესებულებიდან რასაც დასჭირდა ხანგრძლივი პერიოდი ამ პერიოდის მანძილზე ვლადიმერ ბედუკაძეს სჭირდებოდა ეთამაშა ისეთი როლი რომ თითქოს და ის არ ემიჯნება ამ სიტუაციას ისე ეთანხმება ამ გამეფებულ სიტუაციას ის მონაწილე აბა სხვანაირად ეს იქნებოდა გაშიფრული მაშინვე და მას ჩამოერთმეოდა ეს საშუალება ვიდეო კამერა და ასე შემდეგ როდესაც დაგროვდა ეს მასალა თქვენ წარმოგიდგენიათ სასჯელ ახსნების დაწესებულებაში როდესაც ადვოკატი შედის მოძღვარი შედის ყველა არის ჩხრეკის ქვემდებარე გასვლისასაც და შემოსვლისასაც თანამშრომლები თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ვიდეოფირების გამოტანის პროცესი ვიდეოფირის რომელსაც ხვალ მოიკითხავენ და უნდა ადგილზე იყოს ეს რამხელა რისკის ფასად მიდიოდა რამდენი ხანი მიმდინარეობდა როდესაც ვლადიმერ ბედუკაძე ერთი კადრით ორი კადრით ეს ფაქტი ვერ დადასტურდებოდა უნდა დაგროვლიყო ბევრი მასალა ამასთან დაკავშირებით არის კადრები სადაც თქვათ ძალიან გახმაურებული კადრი სადაც თქვათ პატიმარი ჩანს წელზევით შიშველია მაგრამ რა ხდება მის თავს არ ჩანს ეს ფაქტი ხო და ეკითხება აბა როგორ ხარ გეტკინა არ ანუ თუ ეს ამ შეკითხვით არ დააკონკრეტებინებს იმ ადამიანს რა ხდება მის თავს არ ჩანს აბა ისე და მე სამტკიცებელი გახდება კი ბატონო გაშიშვლებული ადამიანი მაგრამ მას რას უკეთებენ თუ კი ეს ადამიანი იმ მომენტში იმ მიზანი საერთოდ დანაშაულს გააჩნია მიზანი პირველ რიგში და მოტივი თუ კი ვლადიმერ ბედუკაძის მიზანი ასე აფასებს სამართლებრივად ხო ესე იგი დანაშაულის შემადგენლობა არის ფაქტი რომელიც მან ჩაიდინა და რა მიზნით აკეთებდა ამას თუ კი ამ ადამიანის მიზანი იქნებოდა რომ ეწამებინა პატიმარი დაემცირებინა შეექმნა მისთვის ესეთი კომპრომატი და ეს კომპრომატის შემდეგ ვიღაცისთვის მიეცა რომ ეს ადამიანი ყოფილიყო დამცირებული შეურაცხყოფილი ეს სხვა შემთხვევა და თუ კი მისი მიზანი იყო რომ ეს ფაქტები დაეფიქსირებინა მოეგროვებინა და გამოეტანა გარეთ აქ უკვე ჩვენ სხვა შემადგენლობასთან გვაქვს საქმე და არსებობს ასეთი ცნება სამართლებრივი სიკეთე როგორ უფრო მეტი დადგება თქვათ რა შემთხვევაში უფრო მაღალია ის რომ მან ამ კადრების გამოტანა მოახერხა თუ ის რომ ჩვენ თქვათ რომ შენც იქ ხარ ამ დანაშაულის თანამონაწილე და შენ უნდა დაგსაჯო
აი სამართლებრივი სიკეთით მიმსჯელოთ. დიახ. შეიძლება თუ არა რომ მიზანმა გააბრძოს, მხოლოდ მიზანს ვთქვით, მიზანმა ამ შემთხვევაში თუ დადასტურდება რომ ეს მხოლოდ ამ მიზნით მონაწილეობდა იგივე წამებაში იღებდა ვიდეოებს, შეიძლება თორე მიზანმა გააბრძოს რეალურად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, მე ვფიქრობ მორალურადაც და მე მგონი სამართლებრივადაც რომ მიზანი, როდესაც ამართლებს საშუალებას. სხვა საშუალებით ჩვენ ყველანი ვიყავით იმის მოწმე, რომ უფლებადამცველები, ადვოკატები ძალიან ხმამაღლა ამბობდნენ იმას, რომ მიმდინარეობს წამება პატიმრების, მაგრამ ვიდრე ვიზუალში არ ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი მასალა ჩვენთვის ეს იყო თითქოს რაღაცა გამოგონილი იყო, მერე მსჯელობა არის ეს თუ არა მართალი, მაგრამ როდესაც თქვენ ტელევიზიების წარმომადგენლები ბრძანდებით, თქვენ ძალიან კარგად იცით, რას ნიშნავს კადრი და ამისი დატვირთვა. როდესაც ეს მივიღეთ კადრების სახით, მაშინ მოხდა აი მართლა ასეთი წვავე რეაქცია საზოგადოებისაც და ყველა თუნდაც გნებავთ დღეს გამოძიების და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, კადრებს თქვენ კარგად იცით, ტელევიზიას ვის თუ არა ტელევიზიას კარგად ესმის, რას ნიშნავს კადრის მოპოვება. მოდით ასე ვიფიქროთ და ეს ასეც არის. მე რადგან დამცველი ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ გავამართლო ვლადიმერ ბედუკაძე. არსებობს კიდევ მორალური მხარეც. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ საქმის მასალებს, რომ ეს იყო მხოლოდ ერთადერთი შანსი და საშუალება ამ ადამიანს მოეპოვებინა ეს კადრები და გაეცნო საზოგადოებისთვის. რის შემდეგაც აი ეს შედეგები მივიღეთ, რის ფაქტის წინაშე დღეს ვგავართ. ანუ გამომჟღავნდა რეჟიმის ხასიათი და ის სისტემური დანაშაულობები, რაც ამ რეჟიმის პირობებში ხდებოდა. შეიძლება თავადრებში იყოს განსაკუთრებული ზეწოლა შეგვიძლია განმარტა ბატონმა ვლადიმერმა, რომ ეს იყო პოლიტპატიმრების მიმართ პირველ რიგში და ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მიმდევრების მიმართ. და ასევე აი ამ გადაღებულ პირებს ჰქონდა დატვირთვა, რომ ახალი პატიმარი რომელიც შემოვიდოდა, მას უნდა ცოდნოდა რა მოელოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ის არ დაემორჩილებოდა ციხის ადმინისტრაციას. დამორჩილებაში ვგულისხმობ, მოვა ადვოკატი, შეგეკითხება როგორ ხარ. შენ ამის შესახებ იტყვი, ისევ აქ ჩამოხვალ. აქედან გამომდინარე, ადამიანები იყვნენ პირგაკერილები, ხმას ვერ იღებდნენ ვერც პატიმრები და ასე შემდეგ. ასევე ციხის ადმინისტრაციის, ციხის თანამშრომლები, არა მხოლოდ ვლადიმერ ბედუკაძე, როგორც მან განმარტა, იქ ვინც მუშაობდა, ყველა ნებისმიერ ცვლაში, ნებისმიერი თანამშრომელი ხდებოდა იძულებული ეს გაეკეთებინა. თუ კი ამას დაავალებდნენ, ხო? მაშინ თუ კი ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე არის დამნაშავე, ანის 2-3 ადამიანი, რომელიც დღეს ამ ბრალდებით არის დაკავებული, მაშინ ამ ნიშნით ჩვენ უნდა შემოვარტყათ, ესე იგი, გალავანი ყველა სასჯელ აღსრულების დაწესებულებას და ყველა ვინც იქ მუშაობს, გამოვაცხადოთ ამ ნიშნით ბრალდებულად. ეს სისტემურ დანაშაულთან როცა გვაქვს საქმე, პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანების, ვინც ეს სისტემა შექმნა. მოდი ასე მივსჯელოთ. დიახ. ეს დავამატებ უკაცრავად, თქვენ ახლა მიყავთ საქმე, მეთქი რომ რაღაცა წარმომაჩინოთ დამნაშავედ და ბრალდებულად არა, მე შემიძლია. საბეჭდილებაში შემექნას დამნაშავედ რო იყო, ბრალდებულიც რო იყო და სულ არასწორი მართულებით წავიდეს გამოძიება და სულ რაღაც აი ესე რაღაც საჯელი მომესაჯოს, მე მაინც მაყოფილი ვარ და მე მაინც თავს თვლი მიზანს თვლი მიღწეულად, რომ ციხეებში ცემა წამებისა ადამიანურ მოპყრობის ფაქტები შეწყდა. თქვენ ვინმეს კეჭვი გეპარებათ, რომ არსებითი ფაქტები არ არსებობდა? რა თქმა უნდა, მე თვითონ გავხდი ბრალდებული. მე თვითონ ჩავიგდე თავის საფრთხეში ასეთი კადრების გამოტანა. ნუ ეხლა მე ბრალი მედება, თქვენ ყველა მეკითხებით ფაქტებზე ამ კადრებზე და ხდება ჩემი დაყვანა ძალიან დაბალ დონეზე, რომ შენ ხარ დამნაშავე და ანუ ხდება ბატონო, ერთს დავამატებ წეღანდილთან დაკავშირებით, აი მაგალითად წარმოვიდგინოთ სიტუაცია. მოდის ჩემთან ადვოკატთან, როდესაც ადამიანი ასეთი დიდი ნაბიჯის გადადგმას ფიქრობს, ის აუცილებლად უკავშირდება, რა თქმა უნდა, ადვოკატს, რომელიც ურჩევს, რა გზით შეიძლება წავიდეს. მას რომ დაუშვათ, ჩემთვის ეჩვენებინა კადრები, სადაც თვითონაც ჩანს, ხო? თუ ესე იგი, მე მივცემდი დაუშვათ, შეიძლება მე ჩემი მიზანი ადვოკატის რა არის, დავიცვა ჩემი დასაცავი პირი და მას განუმარტო, რომ აი ამ კადრების გავრცელების შემთხვევაში შენ თავად იქნები ბრალდებული. არის ამის
ვარაუდი და შენ მოგიწევს მტკიცება, რომ რატომ აკეთებდი ამას. და შეიძლება მერჩია, რომ მოდი ეხა ამ ყველაფერს თავი დაანებე, თუ არ გინდა პრობლემები, დაანებე თავი, არავინ იცოდა და არც არავის ეცოდინება. ხო გასაგებია? ხო წარმოგიდგენიათ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე არ ატოვებს იმ შტაბის-ტილებას, რომ ესე იგი არ ცოდნოდა იმის შესახებ, რომ თვითონაც რომ მონაწილეობს, ეს მას პრობლემა შეუქმნა. მაგრამ მისი მიზანი, რომ გამომჟღავნებულიყო ეს ყველაფერი, უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე იმის მოლოდინის შიში, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნებოდა. ბრალდების სახით, დაპატიმრების სახით, ოჯახზე ზეწოლის სახით თუ სხვა ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ფაქტის სახეზეა, რომ ადამიანმა ყველაფრის რისკის ფასად თვითონ საკუთარი პიროვნების, საკუთარი იმიჯის, სიცოცხლის თუ ყველაფრის ამის ფასად ეს ნაბიჯი გადადგა. დღეს თანამშრომლობს ის გამოძიებასთან და კიდევ ეხმარება, რომ ბოლომდე არა მხოლოდ ის, რომ ეს წამება ხდებოდა, არამედ კიდევ რა ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით მიიღოს გამოძიებამ ინფორმაცია და დაამთავრდეს, ამოიძირკოს, თორემ ეს სარეველასავით ხან სადამოყოფს თავს და ხან სადამოყოფს თავს, აქედან გამომდინარე, ამ შედეგებ, ამ საქმის რჩევაში ხო არ უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება. ხო შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს რა არის და იცოდეს თუნდაც ახალმა ხელისუფლებამაც, რომ მსგავსი არ გამეორდეს, თორემ კიდევ გამოჩნდება მეორე ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც იძულებული გახდება, იყოს თანამონაწილე ამ ყველაფრის, მაგრამ შემდეგ ეს გარეთ გამოიტანოს. ანუ საზოგადოებრივი აზრი უნდა მომწიფდეს ალბათ და საიმისოდ, რომ თუკი ჩვენს თვალწინ ხდება დანაშაული, ჩვენ ეს დანაშაული რაღაც ფორმით, რაღაცნაირად, როდისღაც უნდა მოვახერხოთ და ვამხილოთ. ეს არის მისი მოხალხე, რაც შეეხება თვითონ სამართლებრივად როგორ განვითარდება მოვლენები. მიმდინარეობს გამოძიება, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან სწორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გვაქვს ნდობა სამართალდამცავი ორგანოს, ამ შემთხვევაში პროცესის წარმოებელი ორგანოს პროკურატურის მიმართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთივე ნდობას დაემსახურებს მომავალში სასამართლო. მე მინდა ხაზი გაუსვა ბადრი კოჭლამაზაშვილის განჩინების ესე იგი კანონიერებას. ბადრი კოჭლამაზაშვილი არის რა თქმა უნდა ძველი სისტემის მოსამართლე. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოსამართლებით გახდნენ ბატონო ამ დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ქვეშ მუშაობდა ყველა პრაქტიკულად ფორს მაჟორში ვიმუშავეთ ამდენი ხანი. იყო სისტემა, რეჟიმი, რომელიც ყველაზე ახდენდა ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თუ კი არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელშია სასამართლო და ასე შემდეგ. ხომ ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ შეიძლებოდა სასამართლოს არ გაეთავისუფლებინა იგი პატიმრობიდან და დაეტოვებინა ამა თუ იმ მიზეზებს მოძებნიდნენ. მე არ მინდა ახლა დავაკონკრეტო, რატომ შეიძლებოდა რომ თქვა თუნდაც ეთქვა სასამართლოს, რომ იცით რა 2000 ლარი ძალიან ცოტა საიმისოდ, რომ ჩვენ არ ვიმედოვნებდეთ, რომ ეს ადამიანი ამას გაექცევა, გირაო, ხო? ბადრი კოჭლამაზაშვილმა მე ვთვლი, რომ მიიღო საეტაპო გადაწყვეტილება, ესე იგი და დამოუკიდებლობის სუნი დადგა სასამართლოში. პირველად იყო, როდესაც მე ვიდექი პროცესზე და ველოდებოდი განჩინებას და მე მქონდა მოლოდინი, ნეტავ როგორი იქნება ეს განჩინება. ანუ მე უკვე მივეჩვიეთ ჩვენ, რომ აუცილებლად ტყუანია თუ მართალია სასამართლო განაჩენი არის გამომკუნებელი. თუ კი ეს ასე უნდა ვინმეს და ეს არის ხელისუფლება. აი აქ ვიგზელით. ასე რომ მოდი ახლა ვიმედოვნება ვიქონიოთ, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და თუ კი გამოძიება იქნება ობიექტური, გამოიკვეთება დამნაშავეც, მართალიც. დამნაშავე ვერავინ შეიძლება იყოს, სანამ მას არ იტყვის სასამართლო. ხო მართალია, სასამართლომდე მივდივართ გამოძიებით. გამოძიება რომ იქნება ობიექტური, ბრალი ვის მიმართაც იქნება წარდგენილი, დარწმუნებული ვარ, ეს ბრალი გამყარებული იქნება მტკიცებულებებით. აი მე ვილაპარაკოთ, ვინ იქნება ბრალდებული და გვექნება თუ არა ჩვენის ფაქტი და ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვლადიმერ ბედუკაძის ბრალეულობაზე უნდა ვილაპარაკოთ. პროცესი გადაიდო, წინა სასამართლო პროცესი იყო დანიშნული და ჩემი ინფორმაციით ის ერთხელ უკვე გახანგრძლივდა ეს ვადა და თებერვლის თვეში იყო ჩანიშნული, მაგრამ არ ვიცი ახლა გამოძიება ასწრებს თუ არა იმ პერიოდისთვის, როდესაც წინა სასამართლოს ხდება დანიშნული გამოძიების დასრულებას, იმის გამო რომ საქმე არის მრავალ პერსონაჟიანი და მრავალ ეპიზოდიანი და არ გამოვრიცხა რომ შეიძლება ამ არსებითი განხილვის დღემ გადაიწიოს კვლავ, თუმცა ეს ჩვენ არ ვიცით და გახდება ალბათ მალე ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის, რაც შეიძლება და ვეთქვა.
ყველა იმ პირს დაკითხავს პროკურატურა, ვის შესახებაც არის ჩვენებაში, ვის მიმართაც ვლადიმერ ვედუკაძის ჩვენებამ საწინააღმდეგო ფაქტი დააფიქსირა, ანუ შეიძლება საჭირო გახდეს პირთა დამატებითი დაკითხვა, ხელახალი დაკითხვა, არ გამორიცხავ თავად ვლადიმერ ვედუკაძის დამატებითი დაკითხვაც, ანუ ეს პროცედურებია, პრეროგატივა არის ამ ყველაფრის. ადამიანი ვინც თქვენს გარდა იცოდა რომ აკეთებს ამას. თორსა გეხმარებოდი. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვაა. სწორედ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი ჩამოსვლის საქართველოში, რომ ხარი დამეჭირა და სულიერად უბრალოდ ხარში დამდგარიყავ იმ ადამიანს, რომელიც დღეს საპრობილეშია და აუცილებლად მე თხოვე და აი ამ სწორედ ეს დეტალებს მე გავახმაურებ, თხოვე გამოძიებას და ახლაც მიმართავ გენერალურ პროკურატურას, მთავარ პროკურატურას დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შესწვლა ბორის პავლოვას მიმართ, რომელიც ჩემთან ერთად. რა პასუხი მიიღეთ პროკურატურისგან? ბორის პავლოვა და ლევან ხალაძე ორივე ესენი ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ შენაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ დადგმულ სპექტაკლში, როდესაც აიყვანეს საკანში, აცემინეს ორი პატიმარი, ეს ცემა გადაიღო ერთმა განყოფილების ხორცთა თანამშრომელმა ლევან ფურცხვანიძემ, რომელიც მის აღიარებით ჩვენება შემდგომ თქვენ იცით, ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილის შორის ურთიერთობისა და თანხის შესახებ, აი სწორედ აი ამ დადგმულ სპექტაკლში სცენებში ჩანს ხალაძე და პავლოვა, რომელიც დღემდე რჩებიან საპრობილეში. თუმცა ეს ზეწოლის შედეგად არ მე გულისხმობ პავლოვას. დიახ. ხალაძე დააკავეს სწორედ იმის გამო, რომ ჩემთან მეგობრობდა და ჩემთან მეგობრობის გამო მოხდა ხალაძის და პავლოვას ერთად აყვანა და ერთად სწორედ შეერჩეული იქნა ჩემი მეგობრები და ჩემი თანამოაზრეები. ბატონ ვლადიმერ, როდესაც პირველად ციხის კარი გაიყო ჟურნალისტებისთვის იმ სკანდალის შემდეგ და შევედით შიგნით, მზადდებულები, რომლებიც ეზოში დახვდნენ, უმეტესობა მათგანი თქვენს ერთ-ერთ მოძალადად გასახელებდათ. უმეტესობა მათგანი რომელიმე და ერთ-ერთი კადრი არც όμως ატრიალებდა Real TV, რომელიც ძალიან ხშირად და ძალიან ხომ მზადებული იყო ეს ნამდვილად? არ ვიცი, მე მზადებული იყო არ იყო ერთო, მაგრამ ერთი კადრი რაც მე ვნახე, სწორედ ეს კადრი იყო, რომელიც ხელზე დაიხვია მაშინ მასმედია ატრიალა, აი აღნიშნული მზადებული თემათაც შესაძლოა მე ვიყო განაცხადება და მიმართეთ მზადებას. ანუ შეიძლება რომ ამშავდებულს უჩილოთ ცილის წამებისთვის? კარგით. და ბოლოს შეკითხეთ, მე მესმის რომ თქვენ დღეს არაფერს არ აკონკრეტებთ და ძირითადად პროკურატურისგან გვამისამართეთ, მაგრამ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ მიეცით სიტყვიერი ჩვენება პროკურატურას, სხვა სახის თანამშრომლობაზე, რა თანამშრომლობაზე არის საუბარი? გარდა იმისა, რომ ჩვენება მიეცით. ანუ რაღაც მტკიცებულებებზე თუ მიუთითეთ რაიმე ჩანაწერები, ანუ ჩანაწერების მიწოდებას, ახალი ჩანაწერის მიწოდებას ადასტურებთ თუ არ ადასტურებთ? ყველა სახის მტკიცებულება იქ არის ვიდეო ჩანაწერიც, იქ არის აუდიო ჩანაწერიც, იქ არის ჩვენი საუბარია რომ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში უშუალოდ არის ბაჩუ ახალაია დაფიქსირებული. შეგიძლიათ თუ არ დაადასტუროთ? ძალიან ღრმად შედედით. არა, ვერ გახსენთ პასუხს. აქვე გეტყვით, თქვენს ერთ-ერთ ჩარტვას გავიხსენებ ერთ-ერთ ათზე, თქვენ საუბრობდით ჟურნალისტთან, რომელსაც დაუდასტურეთ, რომ კი ბაჩუ ახალაია ესწრებოდა, ეს იყო ვამბობ ციხის სკანდალამდე პერიოდი დროს. მაშინ რატომ დაუდასტურეთ მას ეს ინფორმაცია? მე ეს ინფორმაცია ბევრჯერ გავაჟღერე და კვლავ გაიმორებ ეს გამოძიება, ეს ინფორმაცია ბევრჯერ მithქვას. ანუ ჩვენებაში, ოფიციალურ ჩვენებაშიც უთხარით, რომ ესწრებოდა მონაწილეობდა მიუღია მე საპრობილეში შემოსახლებისა და პირადად ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა პატიმრობით შემოწმებაში. ბატონ ვლადიმერ, ხშირად არსებობს ხოლმე ესეთი უბრალოდ ვრცელდება ინფორმაცია და საზოგადოებას აინტერესებს მინისტრი იმ დროს იყო ხათუნა კალმახელიძე და არც დაკითხულა დღემდე. თქვენი ჩვენების შემდეგ ხო არ დაიკითხება ხათუნა კალმახელიძე? ეს გამოძიების პრეროგატივაა. ვერ გეტყვით. მიუხედავად გამოძიებას რომ დაიკითხა ხათუნა კალმახელიძე. თუ პრეზიდენტმა განმარტა რომ იყო სისტემური სისტემის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ხათუნა. ნუ მაშინ პრეზიდენტი თვითონ მოითხოვს ქალბატონ კალმახელიძის დაკითხვას, ესე გამომდინარეობს, ხო? თუ სისტემური კრიზისი დავარქვით, მაშინ სისტემის კრიზისის ხელმძღვანელმა დაიკითხოს, ბუნებრივად. და ბატონ ვლადიმერ, თქვენს ადვოკატსაც ვკითხავთ, როგორ გონიათ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გარკვეული პასუხისგებლობა ხომ არ შეიძლება დადგეს? იურიდიულად გეკითხებით მე არ ვიცი და მხოლოდ ამიტომ მასალაში, სადაც რომელიც გავრცელდა და რომელიც ბატონ ვლადიმერის გადაღებულია, ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მშავდებულებს. ხომ არ უნდა დადგეს რაღაც გარკვეული პასუხისგებლობა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, როდესაც ქართული კანონმდებლობით ეს დასჯადია? თუ კი გამოძიება ჩათვლის, მე კიდევ ხალხს ვსვამ. არსებობს კანონი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით, ხო?
გასაგებია. გამოძიებით უნდა დადგინდეს რატომ და რა მიზნით. მე მოგახსენეთ, დანაშაულის ჩადენას აქვს მოტივი და მიზანი. სხვანაირად მხოლოდ ფაქტით დანაშაული არ ფასდება. დანაშაული უნდა იყოს ჩადენილი ფაქტი, ამ ფაქტის ჩადენის მოტივი და მიზანი. თუ კი გამოძიებით დადგინდება, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ჩადენილი ქმედება, თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის მოტივი და მიზანი იყო ადამიანის წამება და დამცირება, მაშინ უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. თუ კი ამ ქმედების მოტივი და მიზანი გახდათ სხვა და ეს დადასტურდება გამოძიებით, მაშინ უკვე სხვა საქმე, სხვა ფაქტთან გვაქვს საქმე და დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. რეალურად რატომ შეინახეთ კონკრეტულად ხანე სექტემბრამდე და რეალურად ხონდა თუ არა ამას გავიშვიდი ქართული ოცნებითა ნაციონალურ არა ეს მე არ შემინახავს კადრები და ამ სწორედ ამ მიმართულებით მიდის გამოძიება. აი რა მოტივით როგორ რანაირად მოხდა ამის დამთხევა, სწორედ აი მიმართულებით მიდის გამოძიება. ეს დამთხევასთან გამორიცხული. და კიდევ ჩაგეკითხებით ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს თქვენ მადლობა ხალბატონ თეატრ ლუკიანს გადაუხადეთ. ვისთვის რომ რაღაც გარკვეული გარანტიები ხომ არ მოგცემთ? გარანტიები არავის არ მიმოწია, გარანტიები. მე მადლობა მოუხადე რომ მონაწილეობა მეიღო ჩემს მიმართ ინტერპოლის გამოძიების შეწყვეტის საქმეში. და ერთიც ბატონ ვლადიმერ ეს კადრები ხშირად ასოცირდება ასევე როგორც თქვენთან ასევე ობიექტივის წარმომადგენელი ხალბატონ ირმა ინაშვილთანაც რომელმაც ის დააკავშირეს ამ კადრებთან როგორც ცნობილია ამის შემდეგ თქვენ შორის იყო გარკვეული უთანხმოება ამ ეტაპზე ამოწურულია თქვენ შორის კონფლიქტი თუ აი რა საკითხზე იყო ეს უთანხმოება რო გითხრათ კონფლიქტს არ დავარქვე მაგას მაგას არ ქვია კონფლიქტი ემახსოვს სხვა ფესტები აქ და სხვა იდამოს. მოდით გეტყვით ამის მიმართულებით ამ სწორედ ამ ხრივ მათაც მიდის გამოძიება და ძალიან ანუ გამოძიება დაინტერესდა თქვენ ინტერესების კონფლიქტი. არა, კონფლიქტი არ ქვია ამას ძალიან თქოს ხანარად. ეს გამოძიების ინტერესი უნდა გამოძიება. ანუ კიდევ ჩაგეკითხებით, ანუ ირმა ინაშვილს სხვა მასალები ქონდა და თქვენ სხვა მასალები თქვენ მიაწოდეთ. მე განმარტავ, რადგან არსებობდა როგორც ამბობდნენ და გახმაურებული არის რამდენიმე წყარო და ასე შემდეგ, ბატონი ვლადიმერი გულისხმობს, რომ ამ მიმართულებით მიდის გამოძიება და ეს წყაროები და წარმომავლობა ამ მასალების საიდან იყო, რატომ იყო, როგორ იყო, ხო, ეხლა ჩვენ ამის შეფასება არ შეგვიძლია და არც არავის ვერ ჩით ეხლა ჩვენ და ნუ გაიგებს ამას მასმედია ისე რომ ჩვენ ვინმეს უპირისპირ არავის არ უპირისპირ ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს რომ მას ქონდა კადრები გამოიტანა და ეს კადრები გახლოვდა. შემდეგ მე როგორ დაიყო, რატო დაიყო ეს გესმით რომ ხანგრძლივი გამოძიების საგანია. ჩვენ არ ვიცით ამ ეტაპზე და რომ ვწოდეთ არ შეგვიძლია გავახმოვანოთ. აქედან გამომდინარე მე ერთადერთი განცხადება შემიძლია გავაკეთო კიდევ ერთხელ დასასრულისკენ. არსებობს ესეთი შეკითხვა და თქვენ ეს შეკითხვა არ დაგისვამთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ უბრალოდ სხვა რამ უფრო გაინტერესებდათ და დღეს ეს შეკითხვა დაისვა სხვა ეთერში. რამდენად დაცულად გრძნობს თავს ვლადიმერ ბედუკაძე. ამდენი ინფორმაციის მატარებელი ადამიანი. მე მიმართავ შუამდგომლობით მიმართული მაქვს შუამდგომლობით პროკურატურისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარების შესახებ ვით თავად ვლადიმერ ბედუკაძის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ეს აუცილებლად არის სათქმელი და ამას დააკმაყოფილებს იმედი მაქვს თავი პროკურატურა და ასევე ერთი განცხადება მინდა გავაკეთო ყველას მიმართ ვისაც შეიძლება მოლოდინი ჰქონდეს იმისა რომ ხვალ და ზეგ ამ მიმართულებით მიაკითხავს ვინმე და ჩვენებას ჩამოართვევს ან რაიმე კავშირში არის აი ამ ყველაფერთან ვის გამოც ეს სკანდალი აგორდა და ვისთვისაც სასურველი არ არის ვლადიმერ ბედუკაძე იყოს ცოცხალი. მოდი ასე ვიტყვი. ანუ იყო ერთგვარი მუქარა რაც ჩამოხვდა. მუქარა არ ყოფილა, მაგრამ მე ვურჩევ ყველას რომ ეს მუქარა ნუ იქნება. მით უფრო მუქარის განხორციელების მცდელობა, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, ყველა ის ფაქტი უკვე ცნობილია გამოძიებისათვის, ვისაც შესაძლოა ასეთი სურვილი გაუჩნდეს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ლიკვიდაცია მოახდინოს და ამიტომ ამ კლაზე გასვლა, ვინ შეიძლება ეს გააკეთოს და ვინ დაემუქროს ან მით უფრო შეასრულოს ეს მუქარა, იქნება ძალიან მარტივი ამის დადგენა. ასე რომ
პრობლემებს ნუ შეიქმნის ის ადამიანები, ვის გასაგონადაც ეხლა მე ამას კარგი, ბოლო შეკითხვა ბატონ ვლადიმერ, თუ შეიძლება თქვენი ქვეყანაში არ ყოფნის გამო გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ქართველმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეთ. ეს ალბათ გამოძიების ინტერესები არ არის და ან რო უარყოთ, ან რო დაადასტუროთ. მოგაყენეთ თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა? ჩვენება. ბატონო? თვითონ მისცა ამ ადამიანმა აღიარებითი ჩვენება და მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. და თქვენ ადასტურებთ რომ მისცა აღიარებითი ჩვენება და აღიარებითი ჩვენება თქვენი ინფორმაცია გვაინტერესებს, ანუ რეალურად მოგაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა. მიზეზი რა იყო ბატონ ვლადიმერ? ამას თავში ვიკავ. მადლობა. თავში ვიკავ. მადლობთ. დიდი მადლობა.